სახელითა მამისათა დაძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, მირქმას, უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესი. მოგეხსენებათ, რომ ეს დღესასწაული არის დაკავშირებული მოვლენასთან, რომელიც აღწერილია წმინდა წერილში, როდესაც მაცხოვარი ჩვენი და უფალი იესო ქრისტე მისმა მშობლებმა, ყოვლადწმინდა დედაღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა მიიყვანეს სოლომონის ტაძარში, ტაძარი, რომელიც იყო და არის დღესაც ებრაელთა ერის მთავარი სიწმინდე. მიიყვანეს მოსეს სჯულის თანახმად, რამე თუ როგორც ბრძანებს წმინდა წერილი, დასრულდაო განწმენდის დღეებიო ყოვლადწმინდა დედაღვთისმშობელისათვის, თუმცა განწმენდა იმ გაგებით, რასაც ჩვენ რაც ვიცით, ესე იგი, როდესაც ქალი იმშობიარებს და ამის შემდგომ არის რაღაც გარკვეული პერიოდი, როდესაც იწმინდება ორგანიზმი მშობიარე ქალისა, ყოვლადწმინდა დედაღვთისმშობელს ეს არ ჭირდებოდა ფიზიოლოგიურად. რამე თუ მან იმშობიარა ისე, რომ არ იყო დარღვეული მისი ქალწულება და უბიწოება და უმტკივნეულოდ იყო შობა დედაღვთისმშობლისა. და მას, რადგანაც ბუნების წესი სრულებით იყო დარღვეული მაცხოვრის ჩასახვიდან, რომელიც სულიწმინდით აღსრულდა ასევე მის შობისას, ამიტომაც დედაღვთისმშობელს, როგორც აღნიშნეთ, არ ჭირდებოდა ეს განწმენდის წესი, მაგრამ ის ეკუთვნოდა, როგორც ყველა ვიცით, ებრაელთა ერის შვილებს და მოსეს სჯული იყო აუცილებელი ებრაელთა ერის წარმომადგენელთათვის. ამიტომაც სჯულის მიხედვით, როდესაც დასრულდა განწმენდის დღეები, დედაღვთისმშობელმა მართალ იოსებთან ერთად მიიყვანეს ჩვილი მაცხოვარი სოლომონის ტაძარში და გაიღეს ის შესაწირავი, რომელიც იყო დადგენილი სჯულის მიხედვით წულისათვის, პირველი ძისათვის, რომელიც შეეძინებოდა ამა თუ იმ ოჯახს. და ეს შესაწირავი იყო კრავი, მაგრამ იმას, ვისაც არ ქონდა შესაძლებლობა კრავისა, მათთვის იყო გვრიტები. დედაღვთისმშობელმა და იოსებ დამწინდელმა გვრიტები მიიყვანეს სოლომონის ტაძარში და ამ გვრიტების, მოგეხსენებათ, რომ ტრედი, გვრიტი არის სიმბოლო მშვიდობისა, ბიბლიური
სიმბოლო მშვიდობისა, რომელიც მთელს კაცობრიობაში გავრცელდა და დღესაც მშვიდობის სიმბოლოა ცნობილი ნახატი მხატვრისა პიკასოსი, როდესაც გვერდს ნისკარტში მიაქვს ზეთისხილის რტო. ეს ბიბლიური სიუჟეტია და აი დედა ღვთისმშობელისა და იოსებ დამწიმდელის შესაწირავი ეს იყო სიმბოლო მშვიდობისა, იმ მშვიდობისა, რომელიც ქრისტემ მოუტანა კაცობრიობას, მშვიდობისა ღვთაებრივის, მშვიდობისა ქრისტეს მიერი. არა იმ მშვიდობის, რომელზედაც ადამიანები საუბრობენ, დღესაც ბევრ საუბრობთ ჩვენ მშვიდობაზე, ყველანი საუბრობენ, დიდი თუ პატარა, მაგრამ სამწუხაროდ მშვიდობა შორსაა ჩვენგან. იმიტომ რომ ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ ღმერთთან ერთად არის შესაძლებელი იმ სათნოებათა აღსრულებით, რომელზედაც ჩვენ წმინდა წერილი გვეუბნება და გვასწავლის. და ეს მშვიდობა უფალმა აუწყა კაცობრიობას და ნიშნად იმისა, რომ ქრისტე არის მესია და მაცხოვარი, მოვლენილი ებრაელთა ერისთვის და მთელი კაცობრიობისათვის, სული წმინდით ტაძარში იყვნენ მოწოდებულნი სიმონ დამწიმდველი და ანა ფანოელის ასული. ეს ადამიანები უკვე იყვნენ წლოვანი საკმაოდ. ანა 16 წლიდან ასე ამბობს წმინდა წერილი, რომ ეს ადამიანი ძალიან ახალგაზრდა ასაკში მოვიდა სოლომონის ტაძარში და ცხოვრობდა აი ისე, როგორც დღეს მონაზვნები ცხოვრობენ. განუშორებლად ტაძრისა ლოცვით და შრომით. ქრივ ობლებზე ზრუნვით. ხოლო სიმეონს ნაუწყები ჰქონდა ღვთისაგან, რომ ის არ გარდაიცვლებოდა მანამ, სანამდე არ იხელავდა ებრაელთა ერის მხსნელს. და აი ეს ორი ადამიანი, ორი ძველი აღთქმისეული მართალი ადამიანი, რომელთაც შეასრულეს მოსეს სჯული და იცხოვრეს პატიოსთან და სუფთად და რაც თავარია მესიის ხსნელის მოლოდინით, აი ეს ორი ადამიანი სული წმინდით მოწოდებული სოლომონის ტაძარში ხვდება ქრისტეს და არა თუ მხოლოდ მიეგებება, არამედ აღიარებას განაცხადებენ ხმამაღლად მთელ ტაძარში. იყო იქ ადამიანები თუ არ იყო, ასე თქვა, მრავლად, ჩვენთვის არ არის ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, იქნებოდნენ, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო სასულიერო პირი, უნდა ყოფილიყო ტაძრის მსახური. რამე თუ ეს წესი, განწმენდის წესი და ჩვილის ტაძარში მიგვრის
შესაბამისი წესი შესრულებული იყო. და აი ამ ორმა ადამიანმა გააკეთეს ყველას წინაშე აღიარება, რომ ეს ჩვილი იესო არის ქრისტე, არის მესია და მხსნელი ებრაელთა ერისა და მთელი კაცობრიობისა. და ეს მათი მისია, რათა განცხადებული ყოფილიყო ყველასათვის, რომ ქრისტე, ანუ მხსნელი ერისა ებრაელთა იშვა და მოვიდა წოთვის სოფელში, ეს მისია შეასრულეს ამ ორმა მართალმა ადამიანმა და როგორც აღვნიშნეთ, ძველი აღთქმის უკანასკნელ მართალ ადამიანებს უწოდებენ ეკლესიის მამები ამ ორ წმინდანს, რამე თუ ისინი როგორც აბრაამი, მოსე, აარონი, ილია წინასწარმეტყველი, ეზეკიელი და იერემია და სხვანი, წმინდანი და მართალნი, ძველი აღთქმისანი, იმ ჯულის მიხედვით იყვნენ აღზრდილნი და ის ჯული შეასრულეს, რომელიც მოსემ დაუდო ებრაელთა ერს. აბრაამი, მოგეხსენებათ, არის მამათმთავარი ებრაელთა ერისა, იმ ერისა, რომელმაც შეინარჩუნა და საყოველთაოდ აღიარა ერთი ღმერთის ცნება. შემოქმედის ხილულისა და უხილავისა. და ამ ორი ადამიანისათვის ქრისტესთან შეხვედრა ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს არ არის მხოლოდ შეხვედრა იმასთან, ვისაც ელოდებოდნენ 10 წლეულების მანძილზე. ეს ამავ დროს არის ამ ადამიანებისათვის მათი მომავალის განსაზღვრაც. ეს მათთვის არის უკვე ამ წუთის სოფლის დატევების ნიშანიც და დასაწყისი მზადებისა, რათა შეუერთდნენ მარადისობას, განშორდნენ წუთის სოფელს. ამიტომაც ბრძანებს სიმეონ მიბქველი, აც განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა შვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა, მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე პირისა, წინაშე ყოვლისა ერისა, ნათელი გამომწყირვებად წარმართა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა. ეს ნათელი გამომწყინდა როგორც ებრაელთა, ასევე წარმართ ერებზეც. მაგრამ თუ წარმართებისათვის ეს არ იყო უწყებული და მათ ამის შესახებ არც კი იცოდნენ, ებრაელთა ერისათვის ეს იყო შინაარსი მათი ცხოვრებისა, მათი არსებობისა ამ წუთის სოფელში. და ამავ დროს ეს პირადი შეხვედრაც არის ადამიანისა და ღმერთის. ის შეხვედრა, რომელიც
ყველა ჩვენგანს გველოდება სანამდე დადგება ჟამი მეორედ მოსვლისა. შეხვედრა, რომელიც აღსრულდება ჩვენი ამ წუთის სოფლიდან გასვლის ჟამს, ანუ გარდაცვალებისას. და მართალი სიმეონისთვის და ანნასთვის ეს ჟამი რომ უნდა დატოვონ წუთის სოფელი, ეს მათთვის არ არის უკვე ჟამი წუხარების, არ არის ჟამი ტრაგიკული, არამედ ეს არის ჟამი სიხარულისა, რამე თუ მათი ხილეს მესია. აღსრულდა იმედი, მისტრაფება მათი ცხოვრების, მათი ლოცვისა და შრომის, მათი რწმენის. და ამიტომაც სიხარულით ამბობს მართალი სიმეონი, რომ აც განუტევე მონაი შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა. და ამით კიდევაც გამოხატავს, რომ ადამიანის ცხოვრება არის ღვთის ხელში და როცა ღმერთი ინებებს, მაშინ განუტევებს მას ამ წუთის სოფლიდან. ზოგჯერ ჩვენ ეს არ გვესმის და ჩვენ ცხოვრებას ადამიანისას ვაფასებთ ამ წუთის სოფელში მოცემული კატეგორიებით. ესეც ბუნებრივია, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეს კატეგორიები არის დროებითი, წარმავალი და შეზღუდული. დრო და სივრცით არის შეზღუდული მთელი წუთის სოფელი. და ჩვენი ცხოვრებაც ამ წუთის სოფელში ამ კატეგორიებში არის მოქცეული დროისა და სივრცის. მაგრამ მარადისობაში არ მოქმედებს არც დრო და არც სივრცე. მარადისობაში არის ღმერთი. დიადი, შემოუზღუდავი, შემოუფარგლავი, უკიდეგანო და აი ამ მარადისობას უერთდება ადამიანი თავისი ზუსტად უკვდავი და მარადიული სულითაც. და ეს შეხვედრა ღმერთთან ყველა ჩვენგანს ელოდება, ძვირფასო ძმანო და დანო. და მართალი სიმეონის და ანნას მაგალითი აი ჩვენთვის უნდა იყოს ყოველდღიურად გასახსენებელი და კიდევაც ასეც არის, ეკლესია ყოველ დღე წუღრზე კითხულობს ამ ლოცვას, აც განუტევე მონაი შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა. ანუ ეკლესია თავის შვილებს ყოველდღიურად ამზადებს იმისათვის, რომ დაუტევოს ეს შეზღუდული წუთის სოფელი და შეუერთდეს პარადისობას. ამაზე რომ იფიქროს, აქ რა თქმა უნდა საუბარი არ არის იმაზე, რომ ვიღაცამ მიისტრაფოს სიცოცხლე, არა. აქ საუბარი არის, რომ ჩვენ ეს ყველას გველოდება. ამ მოლოდინზე, როგორ რა მოლოდინეთაც იცხოვრეს მართალმა სიმეონმა და ანამ, აი ეს მოლოდინი უნდა იყოს ცოცხალი ჩვენს სულში, ძვირფასო ძმანო და დანო. ამ მოლოდინით უნდა გადავლახოთ ყველა სიმძიმე და სირთულე ამ წუთის სოფლისა
და აი ამ მოლოდინით უნდა შევეგებოთ ღმერთს და მინდა დავამატო ისიც რომ ბევრ წმინდანს უკვე ქრისტიანული ეკლესიისა ქრისტეს შემდგომი ქრისტეს შობის შემდგომი ეკლესიისა ბევრ წმინდანს აღუსრულდა ეს მისწრაფება ბევრმა წმინდანმა და მართალი და პატიოსანი ცხოვრებმა მორწმუნე ადამიანმა გარდაცვალების წინ იხილეს მაცხოვარი თუ ღვთისმშობელი თუ წმინდანი რომელთაც ნუგეში მისცეს მათ და აუწყეს რომ ცათა სასუფეველის მკვიდრი გახდებოდა. ანუ ეს არ არის მხოლოდ რაღაც აბსტრაქტული მოლოდინი რომ ეს ასე იქნება და ჩვენი გარდაცვალების შემდგომ ვიხილავ ჩვენ უფალს. არა, ეს ამ წუთის სოფელშიც თუ ღმერთმა ინება, ამ წუთის სოფელშიც ადამიანს ამ მოლოდინის აღსრულების სიხარულს აგრძნობინებს და აი წმინდანების ცხოვრებაში ასეთი მაგალითები მრავლად არის და არა მხოლოდ წმინდანებისა როგორც აღნიშნე, არამედ მორწმუნე ადამიანების რომ ისინი გარდაცვალების წინ ნახულობდნენ უკვე მიღმიური სამყაროს მკვიდრთ და აი ცილდებოდნენ ამ წუთის სოფელს უინტერესო ხდებოდნენ ამ წუთის სოფლისადმი რამე თუ მათი გონება მათი სული უკვე ურთიერთობაში იყო შესული მარადისობასთან და მიღმური სამკვიდრებლის მოქალაქეებთან. და ეს დღევანდელი დღესასწაული ძვირფასო ძმანო და დანო აი ჩვენთვის ეს უნდა იყოს კიდევ ერთი შეგონება რომ ღმერთს შევხვდებით ჩვენ ყველანი. ეს იქნება პირადი შეხვედრაც და იქნება შეხვედრა მეორედ მოსვლის ჯამს, როდესაც იქნება საყოველთაო განკითხვა და მარადიული სამკვიდრებელის დამკვიდრება. ყველა ადამიანისათვის, ვინც შობილა ამ წუთის სოფელში მოყოლებული ადამიანიდან და ბოლო კაცამდე ქრისტეს მეორედ მოსვლის პერიოდში. და აი ეს მისწრაფება ჩვენი ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. სწორად წმინდა წერილისა და ეკლესიის სწავლების მიხედვით და შინაგანი ცოცხალი გრძნობით. და აი ამ ცოცხალი გრძნობის ქონით ჩვენ დავძლებთ ყველა სიმძიმეს, ყველა მწუხარებას, ყველა უსამართლობას, რომელიც ჩვევია წუთის სოფელს.
და მოგვეცება სიხარული ქრისტესთან შეხვედრისა აქ ჯერ კიდევ ამ წუთის სოფელში და შემდგომ კიდევ მარადისობაში. ამინ. მრავალს დაესწარეთ. ჩვენთან არს ღმერთი.